სულ რამდენიმე წუთში შემოგვიერთდება ჩვენი სტუმარი, რომელმაც მშვენიერ დღეს გაიღვიძა და მთელ სოციალურ ქსელში მისი ვიდეოები ტრიალებდა. სწორედ ასე გახდა მომღერალი ტაქსის მძღოლი პოპულარული, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავდა მგზავრების განწყობის ამაღლებაზე. დღეს კი ალექსანდრე ალიმბარაშვილის მგზავრი მე ვიქნები, თანაც როგორც ვიცი, საკმაოდ ბევრი სიახლე აქვს, ასე რომ წავედით. ჩვენი სტუმარიც მოსულა. ვინც მოვიდა გაუმარჯოს, გააჩერე. მოდი ნათი ჩაჯექი შენც. ალექს, მითხარი ხა როგორ ხარ და სად მივდივართ? თავს ვზნობ იდეალურად. გამომდინარე იქიდან რომ ძალიან კარგი სეზონი მქონდა და პლუს განწყობა უმაღლესი ყოველთვის შემთხვევაში, იმიტომ რომ პოლიტიკი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩათვალე რომ დღეს მე ვარ შენი ტურისტი, სად მივდივართ? მნიშვნელობა არ აქვს, ვინმე მთელი თბილისი მოვიაროთ, არ არის პრობლემა. ფანტასტიკური, თან გიდი მყავს არაჩვეულებრივი. ერთადერთი რაც მაკლია, ეს არის შენი სიმღერა, რომ დავატკბოთ ჩვენი ერთგული მაყურებელი. შეგვიძლია ვცადოთ. გარეთ ქარია და თოს შენსაც მიუყვები აჩრდის ცუდით არ ვიფიქრობ თხო სხვასთან წავედი და გავარჩი რენა შეუძლია ფის იქმა მინდა გითხრას რამე როგორ გაირბინა დღე როგორ არ გათენდა რამე გარეთ ისევ წვიმს და თოს შენსაც მიუყვები აჩრდის ცუდით არ ვიფიქრობ თხო სხვასთან წავედი და გავარჩი ცუდით არ ვიფიქრობ თხო სხვასთან წავედი და გავარჩი ტაქსისტებმა არის შეთავსება, რომელიც ალბათ ხდება წელიწადში დაახლოებით მაქსიმუმ 1 თვეისით იშვიათად. ჩემი სფეროარი ტურიზმი, მაქვს ჩემი კომპანია Alex Georgia, რომელიცაც ვახორციელებ საქართველოს ტურებს, ასურქეთს, აზერბაიჯანს და თურქეთს. ალექს, მოკლედ, შენს ტაქსში ჩაჯდომა ერთი დიდი სიამოვნებაა, იმიტომ რომ კარგი მუსიკა, კარგი მომღერალი, განწყობას ვიმაღლებთ და ძირითადად შენი გულშემატკივრები არიან ქალბატონები. და მე ასე ვიცი, რომ ძალიან მაგარი სიახლე გაქვს. ბევრ შეიძლება სიამოვნოს. ნუ უფრო ქალბატონებს, მაგრამ მაინც გონია რომ ეს სიამოვნება ყველას, იმიტომ რომ ბედნიერება ისეთი რამ არის, რომ ყველას გვიხარია. გამოჩნდა ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან რაღაც წარმოსამოში გაψყვეტს, რაღაც შენებური, რაღაც გაკლია რომ შეგვიცოს და ანუ იყო მცელობებით, ანუ იყო დაოჯახებული ბავშვი წვავს და რაღაც ეტაპზე რო ხეცი ეჭიდავები ამ ცხოვრებას რომ რაღაცა შენი ნახო. რთულია დღევანდელ რეალობაში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გადასყოფერებულია და მე ცოტა ტრადიციული ვარ შედარებით ახალი თაობისგან და ვცდილობდი რომ რაღაცა ჩემებული მეყვა და ერთელაც ერთ-ერთ ვიდეოზე რომელიც წევს ინტერნეტში რაც გავხსენდა მე ძალიან ცნობადი გავხდი იქიდან ერთ-ერთ ადამიანს დააკომენტარა. შევედი გვერდზე და ძალიან სადა ეთქობოდა რომ აი ოჯახის აღზრდილი გაზრდილი არ აღზრდილი რასაც სულ სოფავს და დავამატე თქმა და დავიწყე კონტაქტი. და რო ვიგზენი ინტერესი მისგანაც მე თავისთავად მეც ვიახლოვე მეტად და ეს უკეთად ვარ. მუსიკალში ადამიანი როცა არსებობს შენ გვერდით და გაუფრთხილდე პლუს ამას სიყვარული ჩემს არ არის სიტყვები არის მედრედი და რა თქმა უნდა ციკლით შეიძლება ძალიან მიყვარხარ მაგრამ პრაქტიკაში დაუგრე ცხოვრება ამიტომ ყველას ვუჩვენდი რომ ხედავებით თავისი ქცევებით გამოხდეთ თავის გზნობებს. კი ბატონო. თუ რა გამართლა გაგიმართლა ნამდვილად და ახლა რომ უყურებ, აი მინდა რომ ოპერატორს ვთხოვ, ჩემს ოპერატორს, რომ თვალები გადაუღოს, როგორი შეყვარებულია, ამიტომ ეს ემოცია ჩემზეც გადმომიდა და ძალიან მიხარია რომ და გილოცავ ამ გაბედნიერებას და ახლა მითხარი, მოკლედ პირველი შეხვედრა, მინდა რომ უფრო რომანტიულად მოგვიყვე, აი რა ხდა, აი რო დაინახე პირველი შეგრძნება რა იყო. როცა დაინახე პირველად, პირდაპირ აი გამისასრული რომ რაღაცა წავსულიყავი ტაძარში. და წავიყვანე დედა მონასტერში, სეტაში. იქაც ერთი და ერთ-ერთი დედა მატრონა და
მიჯდება ჩემზე მოკლედ ყველა მისვლაზე, აი რო არ ჩამოვხდოს არ დალოცე ჩემი ტურისტები გამორიცხდა. პირველი პაემანი იყო ეკლესიაში. ნამდვილად იქაც იწყება და თავდება ისე სულიერი სიმბოლურია ნამდვილად კი. ალექს ხელისთხოვნა როგორ მოხდა? ძალიან იდუმალი იყოს ყველაფერი, არ უნდა იცოდა რა თქმა უნდა და არც ანამ არ იცოდა და ანისი რა ასე ვთქვათ მოულოდნელად შვიდად არავინ არ იცის და მარტონი ვიყავის რა თქმა უნდა და უბრალოდ თვალებს შევხვდი და უცხარი რომ მზადხარ მეთქი და თვალებით მიმანიშნა რა თქმა უნდა მზად ვარო და პლუს ამას როცა ხვდები რომ ადამიანს ის ვაიბი აქვს რაც შენ ჭირდება იქ ხელი აღარ უნდა გავუშვა თუ დაკარგი ეგეთ ადამიანი მე უკვე ვეღარ იყო აი რა თვისებები დაინახე ამ ადამიანში ისეთი რომელიც აი ესეთი შეყვარებული ხარ ახლა შენ და მივხვდი რომ ის ნამდვილად ის ერთადერთია რომელიც შენ გჭირდება ადამიანი რომელიც მაქსიმალურად ორიენტირებული იმაზე რომ შენზე იზრუნოს რომ უბრალოდ აი თუნდაც ელემენტარული ზოგის ელემენტარული არ არის მაგრამ ეგ ადიხარ გარეთ და იმაზეც გიზრუნოს რომ იყო იდეალურად განიზრუნოთ მაგაც ელემენტარული ზემზრუნველი იმაზე მეტად ვიდრე შეიძლება 10 კაცს კი არ იყოს ჯამში. ეგ ერთი. მეორე ის რომ ძალიან უყვარს ჩემი გარემოცვა, მეგობრები, მშობლები, მოხუცები, რომელსაც მართლაშვილი ვითulis ის რაღაცებს აკეთებს, რაც მართლა საპრებში მეგონა რომ ხდებოდა. იმდენად კარგი აღზრდილია. ეს თქმა უნდა მშობლებიდან მოდის და როგორც თქმა უნდა შვილოჯახის არკეა. ალექს, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ გილოცავ გაბედნიერებას, ჩვენც ძალიან გაგეხარდა და შენი მთავარი სათქმელი რა არის და რა არის ზოგადად სიყვარული? ვთვლი რომ ურთიერთდაგება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ქიმია რაც ურთიერთობაში არ უნდა იკარგოს, იმიტომ რომ თავიდან რო არის 1 2 3 თვე და აი მე თითქოს რაღაც რუტინა ხდება, ეგ არ უნდა ხდებოდეს. თუნდაც ელემენტარულს დავამატებდი, აი უყვარს თქვა ყვავილი შენ მოგდეს. ყოველ დღე მეტყვი ერთი ცალიც კი არ არის უცებ რაღაც აითვალისწინეთ ის ურთიერთობა ის ქიმია არ იკარგება და თითქოს ყოველდღიურად ახალია ყველაფერი და არ ქრება ისიც რომ ნარჩუნდება ეს და სახში რომ მიდიხარ შეიძლება რაღაცა თბილად მიესალო მეუღლეს რაღაცით გაახარო აი მავედი რაღაცა ეს არ უნდა იყოს ეს დამოკიდებულება მესმის რომ ტრადიციებში გვიზის რაღაც ძოზი და მენტალიტეტის მაგრამ თუ ადამიანს უნდა რომ ქონდეს ანგინგ ურთიერთობა მოდიმი სიყვარული ეს არ არის თქო უნდა პროდუქტინა ვთვლი რომ თვითონაც უნდა იზრუნოს არა მარტო ხალხმა კაცმაც უნდა იზრუნოს ამ ყველაფერზე ქალზე ძალიან დიდი რაღაცებია მოკიდებული ოჯახის თქვათ წინსვლაზე თუმცა კაცმა თუ მარტო თავისოზე იზრუნოს არც იქ არ გამოდის გზნობა უნდა იყოს ორმხრივი და არ უნდა იყოს ის მომენტი რომ იცი რა მე იმიტომ მოვიყვანო რომ გავაბედნიო არა ორი მეთმეტმა გააბედნიოს ეს ვთვლი ამიტომ ჩემთვის სიყვარული არის ყოველი წამის ასე მოფრთხილება და ის რასაც აკეთებ აკეთო გულით და არაზოს ვთვლი რომ ქალს არ უნდა უღირო მე ესე ვთვლი მოჩვენ რომ დაიმსახუროს მაშინ უბრალოდ წყარდა დაამთავრო ყველაფერი ან ნაუცდა ჩხუბი ხელისათმა ეგეთ რაღაცები მიუღებელია ჩემთვის იმიტომ რომ სიყვარული არის სულ სხვა განზომილება და რაც უნდა იყოს ძალიან სათუთი და ძალიან წმინდა სიყვარული კიდე უფალია იმიტომ უფალს როცა უარყოფს სიყვარულს უარყოფს ვინც უარყოფს თავისთავად მას სიყვარულს მარათულად ნამდვილად არაჩვეულებრივი რესპონდენტი ხარ მინდა გითხრა და ახლა მოდი სიყვარულით დავიმშვიდობოთ ჩვენს ერთგულ და საყვარელ მაყურებელს კარგად